მოგესალმებით, დღეს 14 მაისია და დღევანდელ პოდკასტში, კრიტიკული თეორიის პოდკასტში ვისაუბრეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ზოგადად რას ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რას უნდა ემსახურებოდეს ის, რას ემსახურება დღეს. საით მივდივართ, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხალხის ხმა არ ისმის. ვისაუბრეთ საზოგადოებრივ მაუწყებლის არხზე, რეალური სივრცის დახურვაზე, ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლებაზე და მის შემდგომ მომხდარ ამბებზე. ზოგადად ვისაუბრებთ რა ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო დღეს, ზოგადად მედიის მიმართულებით ამ ქვეყანაში და დღეს ვილაპარაკებთ თამამშვენიერებთან ერთად, რომელიც არის რეალური სივრცის პროდიუსერი, ჟურნალისტი, უკვე დახურული რეალური სივრცის პროდიუსერი და ჟურნალისტი და თამართან ერთად ვილაპარაკებთ დღეს სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამასთანავე ჩვენ მაყურებელს შევახსენებთ იმას, რომ პირველ ნაწილში გვექნება ბლიც კითხვები, რომელზეც გვექნება 1 წუთი საპასუხოდ, შემდგომ უკვე გადავალთ და უფრო შეგმისეულად ვილაპარაკებთ გარკვეულ საკითხებზე. ხო, რა აქედან დაიწყო. თანმიმდევრობას მნიშვნელობა აქვს. გამარჯობა. რამდენად ასრულებს პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციას? დროში ვარ შეზღუდული, ხო? პასუხისთვის. დღეს მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციას პირველი არხი არ ასრულებს. ბევრი მიზეზი აქვს ამას რეალურად, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია შეასრულო, მინიმუმ უნდა გესმოდეს იმ ადამიანების, რომლებიც უკვე 150 დღეზე მეტია, თუ 160 დღეზე მეტია დგანან საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მაგრამ ხდება ერთი განსაკუთრებული რამ, მოკლედ ვიტყვი, არის ის, რომ განსაკუთრებული მოთხოვნაა საზოგადოებიდან წამოსული, რომ მან შეასრულოს მაუწყებლის ფუნქცია. ძალიან ცუდი არის, რომ ასე ვთქვათ, ამ პრივილეგიას ვერ ხედავს დღეს მენეჯმენტი. მადლობა. შემდეგიც ვნახოთ. რეალური სივრცის რეალური მიზანი რა არის? ხო, ბევრი გაგვიგია ამაზე და თავდაპირველად რეალური სივრცის მიზანი იყო ის, რომ გაჩენილიყო რაღაცნაირი თანასწორი სივრცე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც ადამიანებს ექნებოდათ საშუალება, რომ აი ასეთ თანასწორ დისკუსიაში შესულიყვნენ იმ ხალხთან, ვისთანაც მოხვედრა არ იყო ადვილი. და ეს ხალხი არის მათი დაქირავებული ოფიციოზი რეალურად. მძიმე დრო იყო მაშინ, გამგებლებთან მოხვედრაც პრივილეგია იყო. რაღაც საბაზისო საკითხების გადაწყვეტა იყო პრივილეგია, მაგალითად, წყალი რო არ გქონდა 21 საუკუნეში ან რაღაც მაგის მსგავსი და მაშინ იყო ეს შესაძლებლობა. ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ სადღაც 5 წელი ეს ამ ფუნქციის და ამ მიზნის შესრულება მოხერხდა რეალურ სივრცეში, რატო? იმიტომ რომ მართლ პარტიაში იყვნენ ჩინოვნიკები, რომლებიც რეალურ სივრცეში მოსვლას უყურებდნენ როგორც რაღაც კარიერულ გამოწვევას. ანუ მათ მიაჩნდათ, რომ აქ მოსვლა შეიძლებოდა მათაც წადგომოდათ, ვთქვათ. მათი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კარიერის განვითარებისთვის, ადამიანებთან ახლოს მისასვლელად, იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, რომ ღია არიან საზოგადოებისთვის. მაგრამ ეს ხალხი ნელ-ნელა გაიკრიფა თვითონ მმართველი პარტიიდან და შესაბამისად წავიდა, გაიკრიფნენ რეალური სივრციდანაც. შემდგომ უკვე რეალური სივრცის ფუნქცია უფრო გადაიზარდა იმაში, რომ ამ ადამიანებისთვის მიგვეცა პლატფორმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პრაიმ ტაიმში, მიგვეცა დრო და შესაძლებლობა, რომ თუ დისკუსიაში და დიალოგში ვერ შევიდოდნენ, ამან ოფიციოსთან, რომელსაც თვითონ ქირავენ იმ არხზე, რომელსაც ასევე თვითონ უხდიან ხელფას, გაეჟღერებინათ მაინც თავისი წუხილები. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ყოველთვის განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ჩვენ რაღაცა კარგი გამოსადეგი ინსტრუმენტი ვიყავით ხოლმე ადამიანებისთვის წინასაარჩევნოდ, მაგალითად ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის თუნდაც კარგი ინსტრუმენტი ვიყავით, რომ რაღაც პრობლემები, რომლის მოგვარებაც იცოდნენ, რომ თუ არჩევნები ჩაივლიდა, მერე კიდევ 4 წლით გადაიდებოდა, აი ამ პრობლემების მოგვარებისთვის და ზეწოლისთვის, თუნდაც თვითმმართველობებზე გამოვეყენებინეთ როგორც ინსტრუმენტი.
ინსტრუმენტი, როგორც მედია პლატფორმა. ისე სხვათა შორის წინა საარჩევნოდ რომ გააჩერეს რეალური სივრცე, ეხლა 2024-ში, პირველ რიგში ამ ხალხს, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველს, წაართვეს ეს პლატფორმა და ინსტრუმენტი. მადლობა. ეჭვთან პარებოდა რომ ერთ წუთზე მეტი დაგჭირდებოდა რეალურ სივრცეზე სასაუბრო. შემდეგ გითხრათ რომ ამას მოვაკლებ დანარჩენს. კი ბატონო. მაგალითად ამას ტრადიციული ტელევიზიის მთავარი გამოწვევები რა არის? ტრადიციული ტელევიზიის და ზოგადად აი ამ რაღაცა სატელევიზიო სივრცის მთავარი გამოწვევა ჩემი აზრით სხვა დროს იყო ინტერესები. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობას რაღაც ეტაპამდე ეს უპირატესობა ჰქონდა პრინციპში. იმიტომ რომ მაინც ნებისმიერი არხი რაღაც კონკრეტული კომერციული პოლიტიკური ინტერესებს ემორჩილება. მე ასე ვფიქრობ. აი აქ უნდა შეესრულებინა საზმაოს მთავარი როლი. ეხლა ტრადიციული ტელევიზიების ეს ზოგადად, მაგრამ ახლა ტრადიციული ტელევიზიების გამოწვევა თუ არ ვილაპარაკებთ ახლა მაგალითად იმედზე, პოსტივიზე ან იმ არხებზე, რომელსაც პირდაპირ მთავრობა იყენებს პროპაგანდისთვის, ვთქვათ, გამოწვევა არის გადარჩენა უბრალოდ არსებობა და ახალი კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც რაღაც დამოკლეს מחვილივით დაკიდეს ჩვენს თავს და დიდი ალბათობით ზუსტად აი ამ ახლა კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტების დასასჯელად იქნება გამოყენებული. მადლობა. ებმის ეს კითხვა შემოეცეთ. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაიხუროს არა, არ უნდა დაიხუროს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მეცაც გეტყვი, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა განვითარდეს, მას აქვს არხების დამატების ვალდებულება. ანუ შეიძლება იყოს პირველი არხი, მეორე არხი, მესამე არხი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა არხების დამატების ვალდებულება. უნდა დივერსიფიცირდეს, უნდა განვითარდეს. უფრო ანგარიშვალდებული უნდა გახდეს საზოგადოებასთან, უნდა განთავისუფლდეს გავლენებისგან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ იქ ისმოდეს ხალხის ხმა და უნდა შეიცვალოს კანონი, რომლითაც ვირჩევთ ბორცს. მადლობა. ონლაინ მედია თუ ტრადიციული ტელევიზია, რომელს უფრო ენდობი, ონლაინ მედიას უფრო ენდობი. დღეს, რომელიც გაქრება ალბათ მალე ფარას კანონის მიღებასთან ერთად. რომელიც ძალაში შევასულა ახლა ძალიან მალე. მადლობა თამარ, საინტერესო იყო ეს პასუხები. ალბათ ახლა ჯობს ვილაპარაკოთ 28 ნოემბრიდან მომდინარე ამბებზე და ერთი ეგეთ კითხვა მექნებოდა, აი მანამდეც სულ საზოგადო მაუწყებელი რაღაც მიძინებულივით იყო ხალხის მხრიდან. არ ხდებოდა მაინც დიდი აქცენტი. აი როგორც ფეხბურთზე იყო ხოლმე, რომ ფეხბურთზე წარმატებას რო ვერ აღწევდა ნაკრები, ამბობდნენ ოპოზიციონერები მათ შორის, რომ ამდენ ფულსაც ხარჯავთ, დავხუროთ და ბოსტანი მოვაშენოთ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეს იყო, რომ ამდენ ფულს ხარჯავთ და ხდება როგორც წესი, გინდა ნაციონალურ მოძრაობის დროს, გინდა ოცნების დროს, ხდება რაღაცა საბოლოო ჯამში ეძლევა კალაპოტი პრო სახელმწიფო მედიის. რომელიც შეიძლება უფრო დავარცხნილია, მაგრამ მაინც უფრო ამიმართულებით. რაღაც მომენტში ხო არ ადანაშაულებ მათ შორის საზოგადოებასაც ან ოპოზიციურ პარტიებსაც იმაში, რომ ეს ყურადღება არქამდე არ ხდებოდა და არ იყო მიპყრობილი საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ, რომ აი ამ პერიოდში მოხდა საბოლოოდ ჩამოყალიბება ტელევიზიის და გარდაქმნა უკვე ცოტა პროსახელისმწიფო არხად. არა, საზოგადოებას არ ვადანაშაულებ. იმიტომ რომ მაშინ მივყვეთ თან მიმდევრულად. 2012 წლიდან სადღაც 2016 წლამდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოახერხა, რომ ისე დაებრუნებინა ნდობა საზოგადოებაში, სხვადასხვა ფორმატის და შინაარსის კრიტიკული გადაცემების დახმარებით. და ძალიან მრავალფეროვანი საეთერო ბადე ჰქონდა მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეგახსენებ ეს ის დროა, სალომე ასათიანის ინტერვიუა, კომუნიკატორია, ეს არის უწყვეტი პირდაპირ 4 საათიანი პირდაპირ ეთერია დღის განმავლობაში, ძალიან მრავალფეროვანი, ხო? მაგალითად არის ვთქვათ რეალური სივრცე ყოველდღე და არის ასევე სხვა ტიპის ფორმატები, რომელსაც ცდიდნენ
და რომლის მიმართაც გაუჩნდა საზოგადოებას რაც კუთვნილების შეგრძნება, რომ მე ამ არხზე ამ გადაცემას უყურებ. აი ფერმა იყო მაგალითად ესეთი გადაცემა ძალიან პოპულარული. იყო გადაცემა უცნობი მუსიკა და ასე შემდეგ. მოკლედ საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო ეს მრავალფეროვანი საეთერო ბადე და ყველა ადამიანს ჰქონდა რაღაცნაირი გაჩნდა ეს შეგრძნება, რომ ამ არხზე მე ამ გადაცემას უყურებ. ეს არის ჩემი გადაცემა. ვასილ მაღალფერიძე რომ მოვიდა საზმაოზე, როდესაც ის გადმოვიდა GDS-დან, თუ გახსოვს პირველი რაც თქვა რაღაც ეტაპზე, არა მე გეტყვი პირველი რა თქვა, პირველი თქვა ჩვენთან ოთახებში, როდესაც გადმოდიოდა შემოქმედები ჯგუფებს რო ხდებოდა და ყველას თურმე ერთ და იგივეს ეუბნებოდა, რომ გიჟი უნდა ვიყო ეხლა რომ თქვენ არ შეგიწყოთ ხელი და თქვენ დაგხუროთ. ჩვენ გვეგონა რომ ჩვენ გვითხრა ეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველა რედაქციას იგივე უთხრა. მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს სადიჯ და რას ლაპარაკობდა, ყველაფერი კარგად მახსოვს. და იყო წელია? სადღაც არის 2016-17 წელი, ხო, არ ვიცი, შეიძლება შემეშალოს ახლა და ამიტომ ესე ზუსტად ვერ ვიტყვი. ახალი ამბების მიმართულებას ჰქონდა ესეთი დამატება ტელებლოგი, ეს იყო ვრცელი სოციალური ფილმები. ძალიან მაღალი ხარისხის სხვათა შორის. ძალიან საინტერესო ბადე იყო, მოკლედ. და მას შემდეგ რაც ყველა ჯგუფს ეს უთხრა, მე თქვა რომ იცი რა ტექნიკურათო ამ არხს არ შეუძლია ფუნქციონირებაო და უნდა დავხურო და მარტო ახალი ამბები უნდა დავტოვო და მაშინ პრეცედენტული ამბავი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შენობასთან შეიკრიბა ხალხი და იცი რას იძახდა ეს ხალხი რუპორში სოლიდარობა საზმაოს. აი იქიდან მოვედით დღემდე რეალურად. როდესაც ისე დგას საზმაოსთან ხალხი, ოღონდ ახლა სოლიდარობა საზმაოს არ იწახიან. იქ ეს ხალხი მოვიდა და ამბობდა, რომ აი ეს გადაცემა, ამ გადაცემას მე ვუყურებ, მე ამაში ფულს ვიხდი და არ დამიხუროთ ეს გადაცემა. ანუ ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაღაც ესეთი გამეორდა, როდესაც გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე დაიხურა, დახურეს. სულ ახლახანს. სულ ახლახანს. კი. ანუ საბოლოო ჯამში მივედით იქამდე. მერე იყო ეს სტაგნაცია და ძალიან მტკივნეულია, იცი, გულწრფელი რა ვიყო. მე გამომიცდია, როცა შეიძლება ძალიან ცდილობდა როგორც საზმაოს ჟურნალისტი და ვერ იპყრობდა ყურადღებას. არ იყო უბრალოდ, არ იყოს პრიორიტეტი შენთან ურთიერთობა რესპონდენტებისთვის, მაგალითად. არ იყოს მნიშვნელოვანი, რომ შენი პლატფორმა გამოიყენონ და ეს ძალიან მძიმეა. ამიტომ ვამბობდი, რომ ის რომ ამ კრიზისმა, რა აჩვენა ამ კრიზისმა? კრიზისმა აჩვენა, რომ ამ ადამიანებმა კონკრეტულად საზმაოს მოსთხოვეს რაღაც. საზმაოს მოსთხოვეს სამართლიანი გაშუქება, საზმაოს მოსთხოვეს ყურადღება, საზმაოს მოსთხოვეს რომ ყოფილიყო მიუკერძოვებელი, საზმაოს მოსთხოვეს რომ ეს პოლარიზაცია დაემარცხებინა რაღაცნაირად, რომ გაეხსნა სადისკუსიო სივრცეები, ჭიათურლები საზმაოსთან მოვიდნენ და ასე შემდეგ. მე ამას მივიღებდი როგორც ჯილდოს. მენეჯმენტმა გადაწყვიტა რომ მიიღოს ეს როგორც რაღაცა როგორც მიიღოს როგორც მუქარა და სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ სხვადასხვა ტიპის საფრთხეებს ხედავდნენ რა მაგალითად გოტა ჭანტურიას რო ედავებოდნენ რომ მოვიდა აქო და დაემხეთო გითხრავდა ძალიან უცნაურია ბორდზე ეს მე გამახსენეს ეს ამბავი ბორდზე როდესაც შევედი ძალიან უცნაურია გოტა ჭანტურია ამბობს რომ რეჟიმი უნდა დაემხოსო და ბორდი თუ საკუთარ თავს რეჟიმთან ასოცირებას უკეთებს ალბათ ამიტომ მიიღეს ესე მტკივნეულად, როგორ დაჭანტურია იძახის, რომ უნდა დავემხოთ ჩვენ. ანუ ამიტომ მე მივიღებდი როგორც ჯილდოს, ამას როგორც მართლა გამოწვევას. მქონდა შეგრძნება, რომ პირველი ეთერი სახალხო ეთერი, როცა თინა ბერძენიშვილი შევიდა ეთერში. მან გაიყო აზრები, ვთქვათ იქ რაღაც ნინო ზაუტაშვილი უნდა შესულიყო, მე არ შევიდა, მაგრამ მე ანუ ჩემი აზრი ესეთი იყო, რომ რეალურად როგორც არ უნდა მომხდარიყო ეგ ამბავი. ჩემთვის ესეთი წარმოდგენა, ესეთი რაღაცნაირად ესე შევაფასე, რომ მართლა ჩახედა კრიზის თვალებში. უბრალოდ ნუ ის ეთერი მე ისე დამთავრდა, რომ მივხვდი, რომ ესე არ იყო. მოკლედ ეს ამბავია რა, ანუ ინტერესი საზოგადოებიდან წამოვიდა საზმაოს მხრიდან, მაგრამ ეს რაღაცნაირად ჩაითვალა მტრობად. და არა ჯილდოთ. ხო. აი 30 ნოემბრიდან დაიწყო მგონი საზოგადოებრივ მოწყობათან აქციები და ამის შემდგომ ახსენე კიდეც თინა ბერძენიშვილს და ეთერში და იქ იყო ხო? ხო, ძიმე ეთერი იყო. ძალიან ძიმე ეთერი იყო. არ იყო ადვილი. არა, ცხადია და იმ მომენტში რო უყურებდი ისე იყო რა გაართავი, მაგრამ შემდგომ ნახეთ რომ როგორც თანამშრომელთან შეხვედრაზე რაღაც და შემდგომ საბოლოოდ მოხდა მაინც რაღაცნაირი შეთანხმება. გარკვეულ ეთერს, სახალხო ეთერს. უმნიშვნელოვანეს ეთერზე. და დაახლოებით აი ამ 20-25 წლის განმავლობაში რომელიც გრძელდებოდა.
არაერთი თემა დაიფარა და ისე დაიფარა, რომ არც ერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა, თქვა წარმოუდგენელი და არ ვიცი ხო, ტყიბულიდან იყო ჩართვა, ფოთიდან იყო ჩართვა, ან სულ უნიშნავენ ეს ეთერები. სხვადასხვა რაღაც დაიფარა. აი შემდგომ როგორც ბორდმაც შეაფასა თვითონ მენეჯმენტმაც, რომ ეს იყო თავდასხმა საზოგადო მაუწყებელზე იმ ხრივ, რომ ერეოდნენ პროდიუსინგში ასე შემდეგ, ხო? მე მგონი ესეც უნდა ვთქვა, რომ არავის არ აქვს სრული საზოგადო პროდიუსინგში ჩაერთოს, ვინც არის მოპროტესტე და პირიქით ეს რომ საზოგადო მაუწყებელს თავის თავზე აიღო და მაგალითად რეალური სივრცე დაებრუნებინა, ან რაიმე უცბად გადაცემა გაეკეთებინა თავისით, უმჯობესიც იქნებოდა, ცხადია. კი. და აი ამას როგორ შეაფასებდი, აი ამ ეთერის მნიშვნელობას და იმ დროს გაიზარდა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ინტერესი მათ შორის საზოგადოებაში. შენი დაკვირვებით. ხო, ჩემი დაკვირვებით კი, მაგრამ ამას ყველაფერს სჭირდება კვლევა. და კვლევები უნდა ჩაატაროს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ მიმართულებით. კარგი იქნება თუ ეს მოხდება. მაგრამ მაინც თანმიმდევრულად მინდა რომ ეს გავაანალიზო. მე ვიზიარებ იმ აზრს, რომ ნებისმიერ ჯგუფს გარედან აქვს პოტენციალი, რომ ჩამოყალიბდეს გავლენის ჯგუფად. გავლენის ჯგუფად სარედაქციო პოლიტიკაზე. და ერთმნიშვნელოვნად, როგორც საზოგადოებრივ იდეალურ შემთხვევაში, ხო, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს და ჟურნალისტს, ჩემთვის შეურაცხყოფელია გარედან შემოწოდებული სია. როგორც არ უნდა ვენდობოდე ამ ადამიანების კეთილსინდისიერებაში არ შემქონდეს ეჭვი. როგორც საზოგადო მაუწყებლის თანამშრომლისთვის ვიღაც რაც არ უნდა კარგი იყოს, გარედან რა წეს სიას, ეს არის მიუღებელი. კი, ეს არის ერთგვარი, ანუ ამიტომ ვამბობ, რომ ყველაზე პატიოსანი ადამიანების ჯგუფსაც კი აქვს პოტენციალი, რომ გავლენის ჯგუფად ჩამოყალიბდეს. და მე მგონია, რომ ეს ნიშნები, ანუ მე მგონია, რომ იდეალურ შემთხვევაში გამართული სარედაქციო პოლიტიკა რომ მქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოამბის ახალი ამბების საეთეროში მართველი პარტიის კვოტით არჩეული ბორდის თავმჯდომარე რომ არ არჩევდეს, რომელი კადრი უნდა გაუშვან ეთერში, რაც სხვათა შორის ვასკა ივანოვ-ჩიქოვანმა თქვა ბორდის ხდომაზე, რომ ის აი ამ დარბევების დღეს იყო საეთეროში და არჩევდა, რა კადრები უნდა გაეშვოდა, რაც არ უარყვია ბორდის თავმჯდომარეს რეალურად, ჩვეულებრივად ფაქტებია ამის. ვასკა ამბობს, ის ამბობს, რომ ვიყავი ამიტომ და ამიტომ. და მე ეს კიდე დაადასტურეს ნიუსრუმის თანამშრომლებმა. აი ამ მოცემულობაში რეალურად რამდენად გაქვს შენ საკმარისი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობა და რაღაცნაირი ეთიკური უფლება, რომ გააპროტესტო ეს ზეწოლა, ამაზე ალაპარაკი. მაგრამ თავისთავად რეალური სივრცის გუნდი არავის არ მისცემდა საშუალებას სტუმრების სიის შემოწოდებას. ამიტომ რა მოხდა, ხო? ამიტომ ამან მოგვცა ჩვენ ერთი მხრივ ვთქვათ ბიძგი, რომ ჩამოვყალიბდით საზმაოს მცველებად და შევთავაზეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, რომ ეს არაა სწორი ფორმა. გვესმის, რომ პროდიუსერები განიცდიან ამას და მოდით ახლა მივიღოთ ეს გამოწვევა, საკუთარ თავზე ავიღოთ ასეთი დისკუსიების და მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ეთერების ორგანიზება და ჩვენ მზად ვართ რომ ეს ავიღოთ ჩვენ თავზე. ოღონდ მარტო რეალურ სივრცეზე არ იყო ლაპარაკი და არც მარტო რეალური სივრცის წამყვანზე. ანუ ჩვენ შევთავაზეთ ეს კონცეფცია, ავუხსენით, კითხვებით დაგვისვეს, როგორ წარმოგიდგენიათო და მოვუყევით, თქვენმა მონამორჩილმა მე დამისვეს ეს კითხვები და ჩვენ იქ მოვყევით ყველაფერი. რა დისკუსიების ორგანიზება გვინდოდა, ეს იყო დღის ეთერის კონცეფცია. რომელზეც პასუხი რა იყო? რომელზეც პასუხი იყო უარი. და მიზეზი? ინფრასტრუქტურა. მიზეზი ესე იყო ის თავდაპირველი მიზეზი ლოჯისტიკურად, რომ არა გვაქვს სტუდია, არა გვაქვს არაფერი და გადავდივართ. იქვე გაირკვა, რომ მალევე რაც იყო ისიც დაიშალა ის სტუდიებიც. პარალელურად ჩაეშვა ახალ შენობაში MasterChef-ი, რომლის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ რომელიც ერთი პერიოდი ყველაზე რეიტინგულიც კი იყო. თავისთავად, კარგი გადაცემაა ეს, არ არის რაღაცა ქართული, ასე ვთქვათ, know-how ეს გადაცემა, ხო? ეს არის გადაცემა, რომელიც არის ფრენჩაიზი, ნაყიდია, არსებობს ამ გადაცემის ბიბლია, რომლის მიხედვითაც კეთდება ეს გადაცემა. არაფერი ამაში პრობლემა არ არის, უბრალოდ, ანუ პრიორიტეტების ამბავია, პრიორიტეტულ, როგორ წყვეთ. ანუ MasterChef-ზე შეგიძლია გაწიო ძალის ხმევა და შენი თანამშრომლები, როდესაც გთავაზობენ, რომ მოდი ავიღოთ ახლა ეს ჩვენს ხელში.
და მოვიქცეთ ისე, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეფერება, ამაზე უარია. მძიმე საუბრები გქონდა, რა ის იყო ბოლო შეხვედრა ჩემი მაგალითად მენეჯერთან, გენერალურ დირექტორთან, რომელმაც მაშინ თქვა ჯერ ვერბალურად უარი და შემდეგ გამოგვიგზავნა წერილი, სადაც ყველაფერი ეწერა, გარდა იმისა, რომ გავხსნიდით თუ არა დღის ეთერს. შემდეგ იმაში გვადანაშაულებდნენ, რომ ჩვენ ვიმეორებდით გარეთ მყოფი ხალხის, ასე ვთქვათ, შეთავაზებებს და მათ მოთხოვნებს დღის ეთერს. რაც არ არის, არ შეესაბამება სიმართლეს, დროშიც არ ემთხვევა ერთმანეთს, როგორც არ უნდა შეეცადონ, რომ რაღაცნაირად ესე წარმოაჩინონ და ბოლოს და ბოლოს ასეც რომ იყოს, რატომ არ უნდა ეპასუხა საზმაოს მართლა სარედაქციო დამოუკიდებლობით და რაღაცა პროფესიული მიდგომით ამ სიტუაციისთვის. მაგრამ უბრალოდ ეს არ იყო, რა ჩემი აზრით ძალიან სახიფათო აღმოჩნდა ეს ეთერები მართველი პარტიისთვის. ასე მგონია, ძალიან სახიფათო აღმოჩნდა ეს ეთერები თვითონ ზოგადად იმ თვალსაზრისით, რომ იქ ისმოდა ხალხის ხმა, იქ ისმოდა სიმართლე, მრავალფეროვანი აზრი, მოდერაციას უჭირდა ამასთან გამკლავება და ეს ძალიან ცხადია და ამას არქივს რო გადახედავს ვინმე, ამას მიხვდება პირდაპირ ძალიან ცხადად ჩანს. ამიტომ მე მგონია, რომ სასტრაფო იყო არა დღის ეთერის გაჩენა კიდე საზმაოზე, არამედ იმ 1 საათიანი სპეცეთერის დახურვაც. და რა უცნაურია ხო, რომ შეთანხმება იყო, რომ გაგრძელდებოდა ეს. პროდიუსერმა აიღო თავის თავზე კომუნიკაცია, შემდეგ საერთოდ ტელეფონს არ უპასუხა. და რაღაცნაირად ესე უცბად გადაწყვიტეს, რომ ეს ეთერი სასტრაფოდ უნდა ჩახსნილიყო. ხო, თან მე რაცაც ვაკვირდებოდი და მე ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო ხშირად უყურებ, ვიდრე ალბათ საქართველოს უმეტესობა მოქალაქეების, იმიტომ რომ მე უფრო ხშირად. ჭირა მეპარება. უბრალოდ სულ მაინტერესებდა, იმიტომ რომ შედარებით მაინც უფრო მშვიდ ტონალობაში საუბრობდნენ. ანუ ნიუსში მაინც და მე ყოველთვის მას მირჩევანი ესე usმენ. და აი ეს სპეცეთერსაც ყველას უყურებდი და აი მე რა ლაპარაკებიც ჰქონდა ხო ყველას საუბრობთ ადამიანებთან, რომლებიც თქვათ შეიძლება არ იყვნენ ჩვენს აზრზე და ეს ძალიან ნორმალურია პირიქით, მე ამის მომხრე. და მაგალითად ნაირა გელაშვილი იყო სტუმრად, რომელიც ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურეს მათ შორის ქართული ოცნების ამორჩევლებში. იქ სხვადასხვა ადამიანები იყვნენ, რომლებმაც დააფიქრა ეს ადამიანები, რომ ეხა ნაირა გელაშვილი ვერანაირად ვერ იქნება ნაცი, ხო ესე უხეშად ვთქვა და მისი კითხვები უჩნდებოდა და მათ შორის რეგიონებიდან მოდიოდა, ხო ეს სიგნალები და პასუხები. მეცოც გეტყვით, ანუ ამ დარბევის კადრები და რამდენიმე ადამიანის ცემის კადრი, რამდენიმე ყველაზე შემზარავი კადრი, რომელიც დაგაფიქრებს რეალურად, ხო, მათ შორის წიხლი რო ორჯერ ჩაარტყეს ახალგაზრდა კაცს, რომელიც უკვე მიწაზე იყო დაცემული და ასე შემდეგ, მე რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის რეგიონებიდან მითხრა, რომ პირველად ზუსტად საზმაოს ეთერში ნახეს, მას შემდეგ რაც აი ამ ჯგუფმა შეიტანა ეს ეთერები სპეცეთერში ნახეს. ხო, აი ამაზე ვსოლაპარაკობთ, მათ შორის იყო რამდენიმე შემთხვევა, რომელზეც თანამშრომლებსაც ჰქონდათ პრეტენზია თქვენ მხრიდან იყო, რომ არ გაშუქდა გარკვეული შემთხვევები მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებლის თანამშრომლის მის მიმართ რაღაც გვერდში დგომის ნაკლებობა თუ ასე შემდეგ, ხო ნიკაკაციას შემთხვევაზეც ნაკლები აქცენტი, ანუ ნაკლები სოლიდარობის განცდა იმათგან ვისი თანამშრომლის ის იყო, ან ასე ან მედიის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე გურამ როგავასთან ხო, აი ამაზე ნაკლები სოლიდარობაც სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სასტიკად ნაცემ საკუთარ ოპერატორზე თქვა დაშავდა. აქციის გაშუქების დროს. და ეს ისე გამოვლინდა, რომ და რაღაცნაირად აჩვენა კადრები, სადაც მისი იდენტიფიცირება რთულია რეალურად, რა ვერ ხვდები რა ხდება, რას უყურებ. და მხოლოდ ერთ-ერთი რეპორტიორის დიდი ძალისხმევის შედეგად, ბევრი დღის შემდეგ, მე ვფიქრობ 10 დღე მაინც იყო, 10 დღის შემდეგ რეალურად აჩვენეს სინამდვილეში რა დაზიანებები მიიღო ამ ადამიანმა. ამიტომ აქ ლაპარაკი ამაც სხვა შორის ძალიან დიდი გავლენა მოახდინა თვითონ თანამშრომლებზე, მცველებშიც. ანუ სრული შეგრძნება დაგვრჩა, რომ ანუ ჩვენც რო გვცემენ ამ აქციებზე, ხო? ანუ რაღაცნაირად ჩვენს ასე გაგვაშუქებენ.
და დაშავდა. დაშავდა. და ასევე მე მახსოვს მე მგონი ვასილ მაღლაფერიძე საუბრობდა და მე მგონი მაგას ზუსტად პირდაპირ ეთერში ვყვროდი, როგორ დაშავდა მათ შორის საზმაოს ოპერატორი, თქვათ აქციის მონაწილისგან თუ გახსოვს ეგეც ხელში. დიახ, ამას დამთმეს დიდი დრო. და ცალსახად დასაგმობია, რაც უნდა ლაპარაკი. ხა მეც რომ მეკითხო, ცხადია ეს როგორ შეიძლება მოგეწონოს და არავითარ შემთხვევაში მედიის წარმომადგენლებზე რაღაცნაირი ზემოქმედება არაფერ შეიძლება და არც თავდასხმა და რატო მოხდა ისე რომ გან არ უნდა ეთქვა, უნდა ეთქვა რა თქმა უნდა და ეგმო. მაგრამ მეორე მხარესაც ხო იგივე ყურადღება უნდა გამოხოს უფრო მძიმე დაშავდა. ეს ხო ძალიან შერჩევითობას აჩვენებს, თორე არ რატო აჩვენებს ისე თითქოს აქციის მონაწილეებს ვინმეს დაშავება უხარიათ ან ეს დამოკიდებულება ხო ეს ამიკერძოვება რეალურად ეს არის ანუ ამას ედავებიან მოამბეს ამას ედავებიან დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მედიის ეს ძვირადღირებული მედია მედიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს და ზოგადად newsrooms მის საინფორმაციო რედაქციას ამას ედავებიან. რასაც ისინი რეალურად უარყოფენ. ნუ აქ ძალიან რთულია ოღონდ ეს შეიძლება უარყვან აი ბორდის ხდომებზე გახსოვთ ალბათ ჩვენმა კოლეგებმა ცადეს რომ აეხსნათ. რატომ აშუქებენ იმას, რატომ აშუქებენ ამას, რატომ არ აშუქებენ რაღაცას და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს ეს პლატფორმა მაყურებელი, სრულიად მოხალისეობრივი, რომელიც აკვირდება, რამდენად ტენდენციურად აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს მიკერძოება გახდა კიდევ უფრო თვალსაჩინო. და მე ვფიქრობ, რომ მე ვერ ვხედავ დიდად, არა მაქვს დიდად იმედი, რომ ეს შეიცვლება უკეთესობისკენ. ხო, ალბათ არ ჩვენ, აი ერთი მომენტი ზუსტად რაც იყო ძალიან ესე ამაღელვებელი ასევე იყო, როცა დააკავეს ზიამაღლობელი და ვასილი ივანო-ჩიქოვანი. ხა. ყველა სიუჟეტის წინ სოლიდარობას ზიამაღლობს, გათხოვს ზიამაღლობს, ამას რო ამბობთ. და შემდგომ უკვე რაღაცნაირად ნახეთ ვასილი ივანო-ჩიქოვანის და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლება ამის შემდგომ და დიდი ხანია ნინო ზაუტაშვილი იყო მიზანში ამოღებული, მათ შორის თქვენი გადაცემის რეალური სიუჟეტის გაჩერება რადიოში გადატანა და მე ბუნდოვანება როდის შევიდა და ეთერში უკვე სატელევიზიო ეთერში, რომ საბოლოოდ გადაწყვეტა რომ აღარ შევიდა. აი ამას აი ერთ სიცხრივ ვისაუბროთ ალბათ ზიამაღლობელზე ჯერ და შემდგომ უკვე აი ამ ნაწილს. აი ზიამაღლობელი თქვენთვის არის თუ არა სინდისის პატიმარი? კი, ზიამაღლობელი ჩვენთვის არის რაღაცნაირი ესეთი დემონსტრაცია იმის რეალურად, რომ აი ესე სამაგალითოდ და არათანაზომადი სასჯელით დაგვსჯიან. რო რამე იყოს. ამის დემონსტრაცია თვითონ ზიამაღლობელის ამბავი რეალურად არის ამასთან ერთად რაღაცნაირად გამოავლინა და იყო სერიოზული ტესტი ჩვენი კოლეგიალური სოლიდარობის. რაც მძიმეა და საკმაოდ სევდიანი. ერთი მხრივ მან გაგვაერთიანა, მაგრამ ასევე გამოაჩინა ბევრი ჩვენი კოლეგა რომლებმაც რეალურად რაღაცნაირად ვერ გაიაზრეს რა საფრთხეა, რას უყურებენ, როდესაც უყურებენ ზიამაღლობელს განსასჯელის გამს. და არ მგონია, რომ ეს არ ესმოდეთ, სამწუხაროა, რომ უბრალოდ აი ამ ზეწოლისგან ასეთ შემთხვევაშიც ვერ თავისუფლდებიან. არ მგონია, რომ არ ესმოდეთ, არ მგონია, რომ არ ეშინოდეთ, არ მგონია, რომ არ ზარავდეთ უბრალოდ ამას, რომ უყურებენ. უბრალოდ ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შეუძლიათ მართონ მხოლოდ იმიტომ, რომ ესეთი დავალება აქვთ. და ძალიან სამწუხაროა, რომ ესენი არიან ჩვენი კოლეგები. აი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომ ვილაპარაკოთ, მე მახსოვს, რომ როდესაც ჟურნალისტები მოვიდნენ და ითხოვდნენ ეთერს, მე პირადად ავედი საზმაოს სხვა მცველებთან ერთად და ვთხოვეთ გამოშვების პროდიუსერს, რომ დაეთმო 10 წუთი მაინც ჩვენი კოლეგებისთვის, რომელსაც უნდათ ხმის მიწვენა საზოგადოებისთვის, რომ აეხსნათ რა ხდება მზიამაღლობელის თავს და რას ნიშნავს ეს ქართული მედიისთვის. მე მივიღე უარი მაშინ და მომიწია ამ უარის გამოცხადება ტელევიზიის შენობასთან
სევდიანი იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა მზია ამაღლობელის სოლიდარობის მხარდაჭერის აქტად მოიფიქრეს 24 საათიანი კითხვა საზმაუს ფოიეში. როდესაც ჩვენ ვკითხულობდით ამონარიდებს მარია რესას წიგნიდან, როგორ დავამარცხოთ დიქტატურა და ასევე 27 წლის, ასე ვთქვათ, დასჯილი და გასამართლებული ადამიანების ოქმებს. და მოამბე ეს 24 საათიანი კითხვის აქტი უბრალოდ არ გააშუქა, არ დაინახა, არ შეამჩნია. არ შეიმჩნია და არ გააშუქა. ჩვენ ვთავაზობდით ჩვენს კოლეგებს, რომ წამოსულიყვნენ ჩვენთან ერთად, დასწრებოდნენ სასამართლოს ხდომებს, თქვათ, მესმის რომ ვიღაცას ლოჯისტიკურად შეიძლება არ აწყობდეს, მაგრამ ვერ მოხდა კონსოლიდაცია და რაღაც გაერთიანება აი ამის ირგვლივ მაინც. ეს რასაკვირველია, ძალიან სამწუხაროა, გაუგებარია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე არ მჯერა, რომ არ გრძნობენ შიშს მაინც ამას როცა უყურებენ. და რაღაც თვალსაზრისით ან თუნდაც ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი დაისაჯა სოლიდარობისთვის. ესე გამოვიდა რეალურად. ზოგადად ჩვენს მიმართ პრეტენზია არის, რომ ჩვენ რეპუტაცია შეულახეთ საზმაუს, მაგრამ ვასკა ივანოვ-ჩიქოვანის ეს აქტი პრინციპში იყო გადამწყვეტი, ამის მერე ის ააყენეს ფაქტობრივად ეთერიდან. ხო და ამიტომ ძალიან საინტერესოა, როგორ შეინახავს ისტორია ამას, ანუ საზმაუს როლი მაშინ, როდესაც მედია საფრთხეშია და მაშინ, როდესაც რეალურად მზია ამაღლობელი არის ციხეში. აი ამას, ეს დაიწერება რასაკვირველია, ხო? ამას შემოინახავს ისტორია. ძალიან გვინდოდა საზმაუს მცველებს, რომ აი ამ პროცესში საზმაუს როლი შეგვეცვალა. სადღაც გვჯეროდა, რომ თვითონ მენეჯმენტიც აიღებდა თავის თავზე რაღაცნაირად აი ადვოკატირებას, იმის ადვოკატირებას თუნდაც, რომ დროულად შესულიყო იქ ექიმების კონსილიუმი. ერთხელ მაინც დაესწრებოდა რომელიმე სასამართლოს ხდომას, მაგალითად მენეჯმენტი. ვცდილობდით, რომ აი საზმაუს ფუნქცია გვეჩვენებინა ამ დროს რაღაცნაირად, მაგრამ არ მგონია, რომ ეს გამოგვივიდა. ისე მე მაქვს ხოლმე განცდა, სულ ქართული ამ ოცნების ამორჩეველი იყო. რომ პარტიული დავალების ქვეშ იყო, რამდენად ლოგიკურად შეიძლება მიგაჩნდეს, რომ მართლა სამი თითი, რომელიც შეეხო ლოყაზე კაცს და რატომ და როგორ აღარ ახსნი ამას, ხო? ბევრი ის არის, რომ შეურაცხყოფას. რის გამოც არ უნდა იყოს, გასაგებია, შეიძლება არ არის კარგი სამართალი, სისხლის სამართალი რანაირად არის ერთი. მეორე 7 წლამდე პატიმრობა რანაირად შეიძლება და მეს დაემკვიდროს თან ქალს და თან ამაზე საუბრობდე, თან და ამას ამართლებდე, ან ჩუმად იყო ამაზე, ხო? და ჩვენ ერთხელ გავუშვით კიდევაც ჩვენ გადაცემაში კადრები, მე მიყვარს ზოგადად გახსენება ხოლმე წარსულის და ნაციონალურ მოძრაობასთან ვატარებ რაღაცებს ქართულ დაცემის და ზუსტად ერთ-ერთი პოლიტიკოსის ზუგდიდში მეუღლე მეგის ქარდავას გაარტყა სილა, კარგად გაარტყა. სამთითზე მეტი, 4 თითი გაარტყა. დააკავეს, მაგრამ რაღაცნაირად მოხდა, რომ მეორე დღესვე გაათავისუფლეს ეს ადამიანი. და მაშინაც კი არის ეს ძლიერი, რომელიც სიმბოლიზდება, ასე ვთქვათ, ყოველგვარ ძალადობასთან და აქ როგორ მოახერხა? მე ეს კითხვა მაქვს, როგორ მოახერხა, ვთქვათ, საზმაუს გავანებოთ პროპაგანდისტულმა არხებმაც, რა ვთქვათ, იმედმა, პოსტიმ, სხვებმა და პარტიამაც, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილში აბა რა ეგონა და თან იმ ნაწილს, რომელიც ყოველთვის არის პოლიციასთან წესით კონტრში და წინააღმდეგ რა და ეხა ისე როგორ დაალაგდა, რომ ეს ადამიანი პირიქით როგორ შეიძლება აბა ეს როგორ დაუშვათ, ვიცით რომ პოლიციაზე კი არავის არ შეიძლება სახელმწიფო და ასე შემდეგ ყველაფერს აქვს თავის თანაზომადი და უნდა ახსნათ სისტემურად რა მოხდა და როგორ მოხდა. როგორ დააჭირა პროპაგანდამ რაღაც ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომ ეს არის უმძიმეს დანაშაული და ადამიანი და იყოს ციხეში. თუ დააჭირა თუ არა, აი არ ვიცი, ამას უკეთ უმეორებ. არა, პროპაგანდას აქვს შედეგი, ძალიან რეალური. მე არ ვიცი ხა ვთქვათ ესენი ტროლები არიან, მხოლოდ თუ ყველა არ არის ტროლი. არა. რეალურად და ამ კომენტარებს რო ჩამოუყვე, რაღაც რაც მოგცემ საშუალებას, რომ ეს ეკრეფსითაც შეაფასო საზოგადოებრივი აზრი, მე ვფიქრობ, რომ მათ არათუ დააჯერეს, ეხა იმას უბრალოდ გავიხსენოთ, რომ აგენტს ეძახის
მთავარ, ასე ვთქვათ, ინტერვიუებში პრემიერ-მინისტრი მზია ამაღლობელს. დაბალება მიიღო. მესიჯითო. ანუ ესეთი რაღაც და ამიტომ ეს შედეგი მოაქვს, არათუ დააჯერეს, რაღაცნაირად რეალური მსხვერპლისგან ცდილობენ რომ გადააქციონ მონსტრად მზია ამაღლობელი, ესეთია ამოცანა. მაგრამ აი აქ ამ ყველაფერში ყველაზე საუდიანი იცი რა არის, რომ აი ამას წარმოიდგინე აკეთებენ ჩვენი კოლეგები. ეს უნდა გაიაზრო, რომ მიხვდე ეს რა მძიმე ამბავია. აი მაგალითად, როდესაც იმედი ავრცელებს ჩემზე დეზინფორმაციას, მიდის შემდეგ რომელიმე პოლიტიკოსთან, საერთოდ არ ეუბნება ვიზია ლაპარაკი და წერს კომენტარს, სადაც ის ამბობს, რომ ესენი არიან ნელი მოქმედების ნაღმი, რომელსაც ძალიან მალე გამოიყენებენ სამშობლოს წინააღმდეგ. აი წარმოიდგინე ესეთი სცენარი, რომ მოიპოვეს რაღაცა უკანონოდ მოიპოვეს ჩემი პირადი ჩარიცხვები, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში ჩემს სამსახურთან ან გამომუშავებულ ფულთან, ჩემი პირადი ჩარიცხვები გაასაჯაროვეს, ანუ რამდენად დაუცველი ხარ, ამას აკეთებს შენი კოლეგა იმედზე, მაგალითად. უშვებს ამ რეპორტაჟს უკვე 12 საათზე, მერე კიდე უშვებს და სადღაც შუა დღეს დაინტერესდება შენი პასუხისუფლებით და გირეკავს და გიკითხება რა აზრი გაქვს ამაზე, რა სიტყვი ამაზე. სადღაც ამ დროისთვის უკვე ყავს ჩაწერილი ქალაქის მერი, ან რომელიმე დეპუტატი, რომელსაც არ ეუბნება სახელებს და გვარებს, უბრალოდ ეუბნება რომ აი ამ მოვლენას, რომელიც თავად შეთხზა გააკეთოს კომენტარი, ეს ადამიანები ისე რომ არ იციან ვიზე ლაპარაკობენ, მათ უწოდებენ მონებს ან მოღალატეებს, სამშობლოს მოღალატეებს, ნელი მოქმედების ნაღმებს, რომელსაც სამშობლოს წინააღმდეგ გამოიყენებენ, კრავს ამ რეპორტაჟს და უშვებს. და ეს არის ჩემი კოლეგა. თუ ძალიან ჩაუღმავდები, შეიძლება ჩემი კურსელია. რომელიმე, შეიძლება ვიცნობ კიდევაც, შეიძლება მიმუშავია ამ ადამიანებთან, ანუ ამის ახსნას ვცდილობ რეალურად. უბრალოდ საქმეზე რომ მიდგეს, ერთხელ მაინც მინდა მომეცეს საშუალება, რომ ვუთხრა, რომ დღეს ხო ამ დავალებებს ასრულებინებენ. რომელსაც ესე პირუთვნელად ასრულებენ. ან ხვალ ესეც აღარ იქნება საკმარისი. ხვალ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა იქნება. ამაშია საქმე. ანუ ამიტომ რეალურად მე მგონი რომ თავარი ამოცანა რაც იყო შედგა საშინელი გაუცხოვება და პოლარიზაცია არის ჩვენს წრეში. ანუ ჟურნალისტებს შორის პირველ რიგში. პირველი იყო რომ გაეხლიჩათ ეს მედია პრინციპში. რომ არაფერზე არ შევთანხმებულიყავით. არ ყოფილიყო რაღაც ერთი პროფესიული ან ეთიკური პრინციპი მაინც, რომელზეც შევთანხმდებოდით. ასეთი სივრცე რო დაეტოვებინა და დარჩენილიყო, ვერ მოხერხდებოდა ის, რაც მოხერხდა რეალურად. თავარი იყო, რომ ტრებად გადავექციეთ ერთმანეთისთვის. და ეს შესრულდა. აი აქ უნდა შეესრულებინა საზმაოს თავისი ფუნქცია. ხო, მაგრამ აი საზმაოზეც რო ვთქვა ბორდის ხდომაზე, ხო, გახსოვს ხო, ასე ნაბაფეზე. ნინო, შენ რამდენი ჩაირიცხა, რო ეკითხებოდა და ანუ თვითონვე დაიწყეს ეს გაშავების კამპანია, თითქოს არ იცოდა იმ პროექტების შესახებ, თითქოს ნებართვა თუ გაფრთხილება არ იყო და ეს პროპაგანდისტული მიზნით იყო, მეტი ხო არაფრით. გამოქვეყნდა სხვა პროექტები, რომელიც ასევე საზმაოს სხვა პროექტები, იმედის და ასე ვთქვათ, სხვა არხების სხვა პროექტები, რომელიც ასევე სარგებლობდა აი ამ ვთქვათ დაფინანსებებით ვთქვათ და ასე შემდეგ და ნუ ნელ-ნელა რაღაც ისე დასახეს თუ კრიმინალია დანაშაულდა რომელიც არაფერი. არა, დასახეს ესე აი ყველაზე სამწუხარო და სევდიანი იყო ის, რომ აი რეპუტაციული ზიანი მომადგა მეც ვთქვათ და ყველა იმ ადამიანს ნინო ზაუტაშვილს ვთქვათ გარდა იმისა, რომ იქ მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს, სახელი და გვარი აურიეს და ვასკა ივანოვჩიკოვანზე მთლად ცილის წამება გაავრცელეს ფაქტობრივად, ხო? ანუ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რა იყო მათი მიზანი? მიზანი იყო, რომ შენ კეთილსინდისიერად კი არ ასრულებ, თქვა, ჩვენს მოვალეობას და კი არ ცდილობ პრინციპში, რომ ანუ უბრალოდ შეასრულო შენი ფუნქცია და ადამიანების პრობლემები გააშკო. არა, შენ ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენ გიხდიან ფულს. აი ეს იყო რა მთელი ამოცანა გაშავების კამპანია და ანუ შესაბამისად ეს რეპუტაციული ზიანი დადგა ადამიანები რომლებიც და ეს ამის მტკიცებულებები არსებობს ამიტომ ეს მხოლოდ სასამართლოში უნდა გაგრძელდეს რა სხვანაირად არ შეიძლება
და რაც საკვირველია მე არ მისარგებლია პასუხის უფლებით. სულ რო საბაზისო ვთქვათ, ან ჩემთვის არავის არ უკითხავს. მაგალითად, ანუ რეალურად ადამიანებს მოუყვნენ რამდენი ფული შევიტანე ბანკომატიდან ქეშად, ასე რომ ვთქვათ, რომელიც წარმომავლობა შემიძლია მოუყვე ყველას. ძალიან მარტივად და ანუ ჩემი პირადი ანგარიშები, ჩემი პირადი ჩარიცხვები გაასაჯაროეს, რაც არის ძალიან მძიმე რთული და არის დანაშაული. და ცდილობენ და შემდეგ დააკომენტარებინეს ამაზე მართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ ეს ხალხი არიან სამშობლოს მოღალატეები და ამაში იღებენ ამ ფულს. რო ჩაყვე ამ ამბავს, ვერავინ ვერავის სახელს ვერ გაიხსენებს. არ ეცოდინება რა ტიონად ამეშულს, რომ ჩემზე ლაპარაკობს. ამაშია საქმე რა. ხო, აი როცა ვლაპარაკობდით საზოგადო მოუწყებელს და მათ შორის ეხლა ახსენე კიდეც, აი რომ აკეთებ რაღაცას და მე ამბობ რომ ეს იმიტომ აკეთებ რომ შენ ამაში ფულია იღებ რაღაცა გავლენის ქვეშ ხარ. და რეალურ სივრცეზე ვთქვათ უფრო მეტად რომ მე მაგალითად პირადად მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენ გუნდს, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში 2013-დან 2013-დან 2025-მდე ეს იყო ალბათ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში ერთადერთი გადაცემა, რომელიც სოციალურ თემატიკას ეძღვნებოდა მეტწილად და იმ პრობლემებს იქნებოდა ეს გარემოსდაცვითი, კულტურული, ეკონომიკური გამოწვევები, რაც ყოველდღიურობაში საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს და აი ამის ჩვენება ხდებოდა ძალიან ნათლად. თავდაპირველ ეტაპზე მართლა გადასარავი იყო ის, რომ მოდიოდა მართველი პარტია და ხდებოდა ერთგვარ დიალოგი. ეს სივრცე იქნებოდა, რაც ძალიან ისეთი იყო. კი, ძალიან კარგია უსახკარო რო უყვება ჯანდაცვის მინისტრს, რას ნიშნავს უსახკარობა. კი და მე ვიყავი რამდენი ხანი ვერ იბან, რამდენი ხანი ვერ ჭამ. ანუ როგორ უნდა გათბე, ან ასე შემდეგ რეალურად რა, ანუ ეს კარგია, როდესაც რასე ხელშესახებად გრძნობ ადამიანი, რას ნიშნავს უსახკარობა. შეიძლება არ გახსოვდეს, მე ვიყავი 20 წლის, 2013 წელი იყო, ერთ-ერთ სტუმრად ვიყავი, სტუმრადაც არა, დარბაზში ვიყავი. მართლა? პატიმრები შემშილობდნენ მაშინ და ძალიან რთული ვითარება იყო შექმნილი და მაშინ ბესელიაც იყო, ბევრი ხალხი იყო, ნანა კაკაბაძეც იყო და იყო არჩილ თალაკვაძე. კი ბატონო. და გოტაც იყო, მე და გოტა ვიყავით და ზუსტად მაშინ შემშილობაზე სწორედ რაღაც ერთი წუთი მომეცით სიტყვა მაშინ თქვი, რომ არც კი დაისჯილა ის ადამიანი, რომელსაც ედავებოდნენ პატიმრები ცემას. უკვე ეს არის ოცნების დრო. კი ბატონო. ტრაპაიძე იყო, თუმცა სწორედ დირექტორი, ეხაც დირექტორია სხვა ციხეში და ბევრი ბრალდება პატიმრების ხიდან, რომ ცუდად ეპყრობა მათ. და არც კი შეუჩერეს გამოძიებაც არ დაიწყეთ, ისე რომ შეგეჩერებინათ უფლებამოსილება ეს თქვი და შემდგომ გადაცემა რომ მორჩა, მაშინ ველსაუბრეთ ძალიან ცოტა ხანი არჩილ თალაკვაძეს. ხო, და ჩვენ ვიღებდით მაგას. კი, და კიდევ. მაგრამ ის იყო რომ ან რაღაცნაირად მე შედგა საუბარი მასთანაც, რაღაც გადაწყვეტა მოყვა ამას. კი. და ეს სივრცე იყო რეალური სივრცე, რომელიც ამას ქმნიდა. და ეს რაღაც პერიოდი, მაგრამ ამის შემდგომაც, რო თქვა, რომ ცნებამ თქვა, რომ უარი და აღარ მოდიოდა უმეტესწილად, ეს გაჟღერება, აი ეს ლაპარაკი, რაც ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის რაც აწუხებს ხალხს, იმის საუბარი ხდებოდა და ეს თქო მექნებოდა სწორედ ერთის ხომ რეალური სივრცის მნიშვნელობაზე, რო თქვა და მეორეს ხომ რატო ვერასდროს ვერ შეიქმნა ქართულ სატელევიზიო სივრცეში ესეთი გადაცემა, რომელიც არ იქნება ყვითელი, მაგათაც და შეიძლება არის რაღაცა, მაგრამ ეს სოციალურ პოლიტიკას, სოციალურ პრობლემებს გამოწვევს. ზვირია? საქმე რა შეიცი, ანუ საქმე ის არის, რომ რეალურად უნდა ვთქვათ, რომ რეალური სივრცე არის ტიპურად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა. მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია, ვთქვათ, რეალურად ეს გადაცემა შეინახოს. ხანგრძლივად, ხო? ანუ ეხლა საქმე რაშია, იცი, აი შეიძლება ერთი გადაცემა და მიუძღვნა და დაუთმო მხოლოდ ერთი სოფლის კი არა, ერთი სოფლის ერთი დასახლების პრობლემას. ვალდებული ხარ. ეს არის დიდი ფუფუნება. და რა თქმა უნდა, შენ შეიძლება ამ გადაცემას შეიძლება არ უყუროს ბევრმა ადამიანმა. მარტივად რა ვთქვათ. შენ როდესაც გაქვს ეს შესაძლებლობა, რომ აი მაგალითად ერთ თემს დაუთმო მაგალითად მთელი ეთერი და რა არის ეს მთელი ეთერი, ხო საათნახევარი, აღარ იმსახურებს ეს ხალხი. თქვათ ამ საათნახევარს, ხო? ანუ ამაშია საქმე, რომ აქ შენ არ დასდევ რეიტინგს,
არ დასდევ იმას რა როგორ გაყიდო ამ გადაცემაში პროდუქტი და ასე შემდეგ. ამის როგორ გავაბარტერო და რა ან მოკლედ ესეთი გამოწვევების წინაშე არ დგახარ. ეს არის შენი რაღაცნაირი მანდატი და თავისუფლება, საზმაო გაძლევს ამას. ეგ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ასე ვთქვათ დანიშნულება, რომ შენ ესე ძალიან ლოკალურად შეიძლება მიყვე და დაუთმო ერთ კონკრეტულ ჯგუფს. თოჯინების თეატრში იყო ქუთაისში პრობლემა მაგალითად. და რაღაცა უნდა დაუთმო თოჯინების თეატრს. იმიტომ რომ ეს ადამიანები, ამიტომ რეალურმა სივრცემ ამ ხნის განმავლობაში ესე კი არ შეკრა რეიტინგი, ვთქვათ, რომ მას უბრალოდ ბევრი ხალხი უყურებდა ერთად სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სხვა ინტერესის ხალხი. არა. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ეს რეპუტაცია მოვიპოვეთ იმით, რომ ჩვენ გვიყურებდა ამ საზოგადოების შემადგენელი სხვადასხვა ჯგუფები და მათ ცალკეულად იმის მიუხედავად რომ ქონდათ შეიძლება ძალიან ასე მათთვის მათ ვიწროთ მათი ჯგუფისთვის დამახასიათებელი პრობლემები ანუ ისინი არ ერიდებოდნენ ჩვენთან კომუნიკაციას იმიტომ იცოდნენ რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ვიწროთ მათი ჯგუფისთვის დამახასიათებელი პრობლემისთვის დაგვეთმო ეთერი და ისინი ცალკეულად გრძნობდნენ ამ ხარდაჭერას ასე შეიკრიბა ეს ხალხი. რეალური სივრცის მაყურებელი და ის, თქვა, დასაყრდენი არის ეს ცალკეული ჯგუფები ადამიანები, რომლებსაც არ უნდა ემტკიცებინათ პროდიუსერისთვის, მაგალითად, როგორ განაზოგადონ თავისი პრობლემა რამდენიმე ასეულ ადამიანზე. არ იყო ეს აუცილებლობა, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ცალკეულად მათთვისაც შეგვეძლო დაგვეთმო ეთერი. და ეთერები. განსაკუთრებით კარგი იყო ეს, როდესაც იყო ყოველდღიური რეალური სივრცე. ყოველდღიური რეალური სივრცის მუღამი რა იყო? ანუ ყოველდღიური რეალური სივრცეს ქონდა პირველი ქსელი რეგიონული მობილური კორესპონდენტების, რომლებიც არ იყვნენ საზმაოს თანამშრომლები, ჩვენ მას საჰონორარო სისტემით, ასე ვთქვათ, ვქირავდით და ეს ადამიანები რეალურად ანუ ძალიან ლოკალური პრობლემები მოჰქონდათ ჩვენამდე. ჩვენ შემდეგ ყოველ კვირა ვაწუხებდით თვითმმართველობის რომელიმე უწყების თანამშრომელს და ეს იყო რაღაც მუდმივ კონტროლზე აყვანა მათ შორის აი ამ თვითმმართველ რომლებსაც ჰქონდათ სულ ეს ანგარიშვალდებულება რომ აი კიდევ რეკავენ თბილისიდან ამ არხიდან ეს გადაცემა და ჩვენ უნდა ველაპარაკოთ მათ იმაზე გავასწორეთ თუ არა სასაკლაო რომელიც იყო მოშლილი და იქ როდესაც ხდებოდა ის რაც ხდებოდა ბინძურდებოდა გარემო გამოდიოდა სისხლი ჩაედინებოდა მდინარეში ეს პატარა მდინარე რწყავდა მე ერთი კონკრეტული თემის ბოსტნებს და აბინძურებდა ანუ აი მივხვდი აი ესეთი ლოკალური პრობლემებისთვის ჩვენ გვქონდა ამის ფუფუნება რომ დრო დაგვეთმო ეს ფუფუნება კი არ არის ეს არის ფული რომელსაც ხალხისგან ვიღებთ ამაში ვიღებთ ამ ფულს ამიტომ არის რომ რთულია შეინარჩუნო ეს სტანდარტი მახსოვს რეალური სივრცის არსებობის სადღაც მე-3 თუ მე-4 წელს ყველა სხვა ყვითელ გადაცემას გაუჩნდა ამბიცია, რომ სოციალურ თემებზე უნდა აკეთოს გადაცემები და ქონდათ ძალიან კარგი ასე ბავშვთა უფლებებზე მაგალითად და ასე შემდეგ. აი ჩვენ მაგალითად სადღაც მე-4 წელს მივახციეთ იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენ რეალურად უბრალოდ ეს სტანდარტი ვაჩვენეთ გაშუქების, რომ არ არის კარგი ხევსური ბავშვი, რომ მთელი იარდადეგების განმავლობაში ტურისტებს დაატარებს ცხენით. იმიტომ რომ ეს არის ბავშვთა შრომა და არ ღირს ამაზე რომანტიკული რეპორტაჟების გაკეთება. არ არის კარგი მაგალითად, რომ ბავშვი ყავას ყიდის, ცივყავას ყიდის სანაპიროზე. იმიტომ რომ ეს არის ბავშვთა შრომა. ანუ სტანდარტი შეიცვალა, ასე ვთქვათ რა და ამის რომანტიზება აღარ იყო ტენდენცია რა, ასე ვთქვათ. ამის რომანტიზების გარეშე შეგვეძლო რომ გაგვაშუქებინა. რაღაცა ცრემლის მოდენის გარეშე შეგვეძლო გაგვაკეთებინა საქმიანი რეპორტაჟი, ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე და ასე შემდეგ. ანუ ეს არ არის ასეთი რა ცუდი სიტყვა ყურებადი. რაც არ არის ყურებადი, ის დიდხანს არ ძლებს კომერციულ არხებზე. ამიტომაც ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმე. ეს არის უბრალოდ სტანდარტი, რომლითაც შეგიძლია გააშუქოს სოციალური თემები და თუ სტანდარტს მისდევს სოციალური თემების გაშუქებისას, ეს არ არის რეიტინგული ყოველთვის რა, ამის ახსნამი. აი, ერთ ბოლოსკენ რო წავიდეთ, ერთი კითხვა მექნებოდა, აი ქართული ოცნების მე მინდა ხომ შევიდე მდგომარეობაში, ქართული ოცნების ამორჩევის მდგომარეობაში.
რომელიც იტყვის აუცილებლად, რომ ჩვენი მედია არ არის ობიექტური, არსებობს ოპოზიციური და არსებობს პროსახელისმხრივი არხები. და ამაში დაგეთანხმება თვითონ იტყვის, რომ კი პროსახელისმხრივი იმედიც, პოზიტივიც, რუსთავიერიც ალბათ აქეთკენაც. მაგას გეტყვი როგორ მეუბნები. ხალხის ჯავრი არავის არა აქ. აი ესე გეტყვი. ხო და აი რანაირად შეგვიძლია დავანახოთ ქართული ოცნების ამორჩეველს. საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოხატავს მის ინტერესებს დღეს. კვლევაა საჭირო. ეს ერთი, კვლევაა საჭირო. რამდენიმე რამის კვლევაა საჭირო, მე თუ მკითხავ. მე მაგალითად მეუბნებოდნენ, სანამ ასე ვთქვათ, დავემშვიდობებოდი საზმაოს. მეუბნებოდნენ, რომ შენ შელახე საზმაოს რეპუტაცია. და მე საპასუხოდ მეუბნებოდი, რომ მოდი ვიკვლიოთ საზმაოს რეპუტაცია. და მოდი ვიკვლიოთ, მე შევლახე საზმაოს რეპუტაცია, თქვენ შელახეთ საზმაოს რეპუტაცია, ან რა მოუტანა საზმაოს რეპუტაცია მიიმერთ თვიანმა სპეცეთერებმა, ან საერთოდ ხედავს თუ არა ადამიანი, აქვს თუ არა კუთვნილების განცდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, მაგრამ რადგან ამ 12 წლის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონის, სხვადასხვა დაბასა ქალაქსა თუ სოფელში ვარ ნამყოფი და მქონია ურთიერთობა ადამიანებთან, მე მინდა გითხრა, რომ კი, გარკვეული ნდობა, მაგალითად რეალური სივრცის მიმართ არსებობს, ნამდვილად იყო, მაგრამ არის განცდა საბოლოო ჯამში, რომ მაინც ყველა არხი რაღაც კონკრეტული ინტერესის გამო შეიძლება დაინტერესდეს მათი პრობლემითაც. ანუ ეს ნამდვილად ესეა. თუ მეკითხები იმას, უნდა ავუხსნათ თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციის შესახებ. ეგ გონი ყველა პარტიის სამორჩეულს დავხსნათ, არა მხოლოდ ქართული ოცნების სამორჩეულს. მაგრამ ამისთვის საჭიროა ურთიერთობა ამ ადამიანებთან. და მე მგონია, რომ აი ერთი მთავარი რაც საზმაოს მცველებს მიზნად აქვთ, ეს არის. მათ შორის მეც, რომელიც მოვიაზრებ საზმაოს მცველად გარედან უკვე თავს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ავუხსნათ, ძალიან მნიშვნელოვანია ავუხსნათ კიდევ საზმაოს შესაძლებლობები. ძალიან მნიშვნელოვანია ვუთხრათ საერთოდ რამდენს ხარჯავენ ამ არხზე თვითონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონია რომ ამ მიმართულებით სამუშაოა. არა ვარ დარწმუნებული რომ მენეჯმენტი შეასრულებს ამ ფუნქციას, მაგრამ მგონია რომ ამ მიმართულებით შეიძლება რა მუშაობა. კაი, ბოლო კითხვას დავსვამდი ისეც. ზოგადად როგორ ხედავ საზოგადოებრივ მაუწყებელმა ნდობა რომ დაიბრუნოს ან დამოუკიდებლობა კონკრეტული ნაბიჯები გარდა იმისა რაზეც ვილაპარაკეთ არის რაც უნდა გადაიდგას. ერთხელ ახსენე მგონი ბორდის არჩევის წესის ცვლილება. კი, ბორდის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, ოღონდ ეს დიდი თემაა და მე მგონია რომ ამაზე ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ნდობა რომ დავიბრუნოთ, ადამიანებმა საკუთარი თავი უნდა დაინახონ ამ არხზე. საკუთარი ხმა უნდა გაიგონონ ამ არხზე, რეალურად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ნდობა რომ დავიბრუნოთ, უბრალოდ კვალიფიკაცია, ან მაღალი კვალიფიცურებით უნდა შევასრულოთ, თუნდაც ეს დებატების ფორმატი. და დებატები არ უნდა გქონდეს დებატების გამო, იმიტომ რომ კანონი გთხოვს. ანუ უნდა შევქმნათ საერთოდ დისკუსიის კულტურა. მარტივად. ხო, რომელიც არ არსებობს ამ ქვეყანაში. ანუ სტანდარტი უნდა ხო, ანუ მე მგონია რომ ეს ფუნქციები გვაქვს დღეს რეალურად. საერთოდ უნდა შევქმნათ ეს დისკუსიის კულტურა. და დისკუსიის კულტურას ვერ შექმნის ახალსახად მიკერძოებული წამყვანი მაგალითად, რომელიც მხოლოდ ან მართველი პარტიის მიმართ არის მიკერძოებული. რომელიც ანუ უბრალოდ არ სვამს რა კრიტიკულ შეკითხვას, თქვათ. ვერ შექმნის ესეთი წამყვანები. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ მინდა ხა სახელდება, საერთოდ არ მგონია რა, რომ ხა ამ ხელა ყურადღებას არ არის საჭიროება, არანაირი სახელდების. მე მგონია რომ გამქრალია ეს დისკუსიის ველი, სივრცე და კულტურა ზოგადად. და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია. და რაც შეეხება ნდობის დაბრუნებას, არ ვიცი, კუთვნილების შეგრძნება უნდა გაჩნდეს. ეს არხი ჩემი. ეს არხი ჩემია.
და ეს არხი არის ჩემი საბრძოლო იმისთვის უნდა ვიბრძოლო და დავიბრუნო, ხო? კი, ეს არხი ჩემია. ამ არხის დახმარებით შემიძლია რაღაც პრობლემებიც მოვიგვარო, ამ არხის დახმარებით შემიძლია რომ ჩემი ხმა გაისმას, სადაც საჭიროა, მივიტანო. ბევრი რამ შემიძლია ამ არხის დახმარებით რა. ანუ ეს უნდა აღდგეს რეალურად. ყავს ლოიალური მაყურებელი და მსმენელი, ხო, შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს მე ერთხელ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ძალიან ლოიალურ მსმენელების შესახებ გავაკეთე კვლევა და რამდენიმე ადამიანი გადავიღე კიდევაც და ძალიან საინტერესო იყო რამ ხელნდობა აქვთ რა ამ ადამიანებს ამ ასე ვთქვათ არხის მიმართ. მაგრამ უბრალოდ არ მინდა რომ გამომჩეს ერთი მნიშვნელოვანი რაღაც რაც მინდა და მე თქვა მე ვფიქრობ რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის რაღაცნაირი ეხლა რაღაცნაირად ჩაერთო ამ ფერხულში. მოკლედ, კარგად რომ აუხსნა რას ვლაპარაკობ, ანუ რაღაც ეტაპზე საზოგადოებრივი შეგრძნება მქონდა რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ქონდა ესეთი პოლიტიკა, რომ პრინციპში არ ჩანდეს და არ ისმოდეს თვითონ განსაკუთრებულად ამ ორ მტრიალში. არ ქონდეს თავარი როლი ამ ამაში. ჩაიწიოს, დისტანციურდეს. ცოტა უხილავი და უხმო იყოს, ესეთი. სულ მქონდა ეს შეგრძნება. სტანდარტები დაიცვას, ხო, რაღაცა ეუთოდის როგორც აქ, რაღაც 20 წამის გამოში 20 წამის გამოში. ხო, რაღაცნაირი. აი, ხო, ტექნიკური სტანდარტები, რაღაცა, რა ქვია მაგას? მაგას ქვია რაღაც, ხო, რაღაცა ზომავს, რომელიც ვერ დაიცვა და ეს წერილი და განცხადება დატოვა ადამიანმა, რომელიც იკვლევდა რეალურად, იყო ამ მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც იკვლევდა წინა საარჩევნოდ, რამდენად მიუკერძოებელი იყო საზმაო და ვის რამდენ დროს უთმობდა. ანუ ეს რეგლამენტიც კი ვერ დაიცვა, ამის თქმა მინდა. და ანუ შემდეგი საკითხი არის ის, რომ და შემდეგ უცბად, ეხლა გამიჩნდა შეგრძნება, რომ საზმაო ჩართეს აი ამ ცოტა უფრო ესეთი ხმაურიანი პროპაგანდის ფერხულში. ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის ახლა ცდილობს დაეწიოს და შეიძლება შეუერთდეს, მოკლედ და გააძლიეროს აი ეს პროპაგანდის ხმა, ასე ვთქვათ რა, ეს პროპაგანდის ფერხული. და სწორედ ამიტომაც არის უბრალოდ საბრძოლო ის, რომ დაინახო, რომ შენია საზოგადოებრივია, ალბათ ამას მხოლოდ მსვლელები ვერ მოახერხებთ, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა. თამა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. თქვენთან საუბარი, დაგემშვიდობებით დღეს და მადლობა რომ გვისმენთ. კარგად ზანდებოდეთ.